უბრალოდ ახალგაზრდას მინდა უთხრა ბატონ ხაბეიშვილია თუ არ ვწდები, რომ ფაშისტურ ორგანიზაციაში ყოფნა მერე მისთან დისტანცირებას არანაირ ინტელიგენციას მას არ ანიჭებს უბრალოდ ეს ცნობისათვის. იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობა იყო ფაშისტური მოძრაობა, რომელმაც ქვეყანა გაანადგურა, მიწასთან გაასწორა, ტერიტორიები გააჩუქა და დაურიგა კოდორი და ახალგორი. ახალგაზრდობა მიწასთან გაასწორა, ჩახოცა უამრავი ხალხი უდანაშაულოდ, გააქცია ქვეყნიდან უამრავი ადამიანი, ციხეებში 360 ადამიანი ამოალყო და ეხლა ლაპარაკი იმაზე, რომ ნაციონალური მოძრაობის დროს თურმე არ ხდებოდა ძალადობები, ეს ზღაპრები მოუყვნენ ბებიამის და ბაბუამის, ეს რაც შეეხება იმას. რას ელოდებით იმის შემდეგ, რაც გახეთ ყველამ ერთად, როგორი იქნება არჩევნები? ბატონო ლევან, პროვოკაცია იყო თუ არ იყო პროვოკაცია, ხა გიგა ბოკერია, მელია და კიდე გუნავა ერთად რო დადგებიან, თვითონ ესენი არიან პროვოკაცია ქართველი ერის წინააღმდეგ და ნებისმიერ ადგილას, სადაც ეს ორი ადამიანი ან სამი ადამიანი დადგება, ვიღაცას გაუჩნდება აუცილებლად სურვილი, რომ მას დაულეწოს თავყობა და ეხლა ამის გამო თუ ქართულ ოცნება ჯვარზე ვაცვით, მე მგონი ეს ცოტა არასწორი იქნება. გასაგებია, მაგრამ ნორმალურ პროცესად მიგაჩნია. ეს ადამიანები არიან პოლიტიკოსები, მათ ყავთ თავისი ამორჩეველი. ეხლა ამ ადამიანებს ეს დიონ, ვისა მოეწონება, ვის არ მოეწონება, როგორ შეიძლება ამ ადამიანების გადარჩენა? იყიდონ ნიღბები ან მასკები, როგორც უნდათ ისეთი არჩიონ და გაიკეთონ ეს ნიღბები. ისინი არაპირებენ ამ ოღონდ ისეთი ნიღბები არ გაიკეთონ, რომ ამ ნიღბებში იცნონ ისინი. ცოტა სხვანაირი ტიპის ნიღბები გაიკეთონ. რომ ხალხმა ვერ იცნო. სხვანაირად ისინი ვერ ივლიან და ექსცესების გარეშე ეს არჩევნები არ ჩაივლის. ეხლა ლაპარაკობენ, რომ ეს იმის მოწყობილია ქართული ოცნების. ქართულ ოცნებას უნდა აწყობდეს ეს, რომ მოაწყოს. ბიზინა ივანიშვილი დებს $2 მილიარდ ახლიდან ახალ საინვესტიციო პროგრამებში, ხო? მანამდე კიდე ჩაიდო უამრავი თანხა. დღეს აგერ გამოცხადდა, რომ შაორზე ახალი სამშენებლო კომპლექსი 500 მილიონიანი შენდება. ამდენ ფულს როცა ადამიანი ასეთი მოქმედებები, ამ ყველაფერს როდესაც ხედავთ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, არ ჭირდება ქვეყანაში არეულობა და დესტაბილიზაცია. დესტაბილიზაცია ვისაც ჭირდება, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ეს ადამიანი იმყოფება ოდესაში, ოდესის გუბერნატორს, რომელსაც იქიდანაც მალე ალბათ პანჩურს ამოარტყამენ და გამოაგდებენ. ამიტომ აქ ამზადებს ამ სიტუაციას და ეს პროვოკატორები, რომლებიც ნაციონალური მოძრაობა დახელოვნებულია, პროვოკაციაზე წამოიკიდეს ის ბიჭები, რომლებმაც ვერ მოითმინეს და 1-2 ყვაში უთავაზეს. თუმცა მე გეტყვით 1-2 იყო რაც იქნებოდა. ნუ 3-4 შეიძლება და შეიძლება მეტიც უთავაზონ კიდე მომავალში არ არის გამორიცხული, იმიტომ რომ ამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ესენი არიან დამნაშავეები. და ეს ადამიანები, რომ ციხეში დღემდე არ ზიან, ეს არის ოცნების დანაშაული. მე პირადად მას ვთვლი დანაშაულში. და მე მოვითხოვ, რომ არჩევნებამდე გამოასწორონ ეს დანაშაული და ის ადამიანები, ვინც არიან დამნაშავეები, ყველა ჩასვან ციხეში. სხვანაირად ეს უბედურება არ გაჩერდება და გადაიზრდება უფრო დიდ უბედურებაში. და ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? თქვენ ამბობთ, რომ არ გაჩერდება, გადაიზრდება უფრო დიდ უბედურებაში. ხალხია პასუხისმგებელი. თუ ხელისუფლება. ხალხია, ელემენტარულად ხალხი. ის ხალხი, რომლებიც არიან გამწარებულები. იმ ხალხს თქვენ ვერ გააჩერებთ და ვერავინ ვერ გააჩერებს. მე უბრალოდ ჩემი აზრი ესეთია, თქვენ შეიძლება სხვა აზრი გქონდეთ და ეხლა სოციალურ ქსელში სხვანაირი დაპოსტვა იყოს და ტელევიზიაში სხვანაირად ლაპარაკობდნენ, მაგრამ მე გამოვხატავ ამ შემთხვევაში ხალხი რასაც ფიქრობს. რამდენმა ადამიანმაც ამ ბიჭების სადღეგრძელო დალია თქვენ გენაცვალეთო, იმდენჯერ თქვენ გაგიმარჯოს და მე გამიმარჯოს. თუმცა ძალიან ბევრმა ადამიანმა, მათ შორის ქართული ოცნების მომხრეებისთვის ძალიან მიუღებელი იყო ეს მოქმედება. მე მგონი ასეთი ფორმით არ ვიცი, მე გეუბნებით ხალხის აზრს. თუ არსებობს აი უბრალო ადამიანების აზრს, რომელსაც გაუხარდათ, რომ ვიღაცა მათი ჯინი იყარა. მე რა თქმა უნდა ვგმობ ამ ძალადობას, მაგრამ თუ ეს ადამიანები გააგრძელებენ საარჩევნო უბნებზე ესე კოლექტიურად სიარულს და მათ მანამდე იმ დანაშაულებს არ დაუმტკიცებს ოცნება, რაც მათ ჩადენილი აქვს, ეს პროვოცირება გაგრძელდება და ამაში დამნაშავე არ იქნება არავინ. ხალხი მოითხოვს თავის. მადლობა მალხაზ